მოგესალმებით. ვიდეოში განვიხილოთ, როგორ შეიძლება ჩავასხათ შავ-თეთრ სურათზე ფერი. ანუ როგორ მივცეთ მას ფერადი ეფექტი. ხშირად არის ხოლმე ფოტოხელოვნებაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება შავ-თეთრ სურათზე კონკრეტულად ერთი ნაწილი ძალიან განათებული, ან კონკრეტულად ერთი ნაწილი ფერი, კონდეს ფერი. და ეს საკმაოდ ლამაზია ხშირად. ასევე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს აქ გავაკეთოთ. ამისათვის პირველ რიგში დაგჭირდება ახალი ლაიერის გახსნა. როცულებები შევიტანო. შემდეგ უკვე ვირჩევთ მაგალითად ახლა ეს მხარზე ტანსაცმლის ნაწილი შეიძლება რომ იყოს მე მინდა რომ იყოს სხვა ფერის მაგალითისთვის ავიღოთ მწვანე ფერი და ვაჭერ ოკეი. მე მინდა ეს ყველაფერი შეიღებოს მწვანეფრად. ამისათვის რა თქმა უნდა კურსორი დაყენებული უნდა იყოს შესაბამის ზომაზე ეს მგვალი და ვიღებთ ვაფერადებ, ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილს, რომლის ფერის შეცვლას მე მინდა. და ასევე სასურველია, რომ შემთხვევაში მეორე მხარეც გავაფერადოთ. მივიღეთ ასეთი ეფექტი. იმისათვის, რომ ეს ნორმალური ფერი კონდეს, რეჟიმში ავრჩიოთ color. შესაძლოა როგორც ხედავთ, აქ ფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, ეს ამ შემთხვევაში არ არის კარგი ხარისხით, იმიტომ რომ მას სჭირდება მეტი დრო და დამუშავება, უბრალოდ ეხლა პირველივე ჩვენებისთვის საკმაოდ ნორმალურია. ზედმეტი ნაწილები შეგიძლიათ მოხსნათ საშლელის მეშვეობით, ანუ ის რაც ზედმეტად მოგეჩვენებათ მაგალითად აი ეს კონკრეტულად აი ეს რაღაც ზედმეტად არის გადმოსული დავუშვათ მე ვთვლი, ავირჩევ საშლელს, გადავაყენებ ზომას და ჩავსვამ იმ ზომაში, რაც მე მინდა, ანუ ეს საშლელი აკეთებს ძველი ეფექტის უკან დაბრუნებას. და იგივე აქაც თუ რამე დავუშვათ ეს ნაწილი არ მომწონს, ამიტომ ვაკეთებ მის შესწორებას. ეს ახლა კონკრეტულად ამ მაგალითის არის გამოგადგება ძალიან ხშირად და ფოტოხელოვნებაში, იმიტომ რომ საჭირო რამ არის. გამოვიდა ესეთი მწვანე ეფექტი. ეხლა იმისათვის რომ მაგალითად იგივენერად შეგვიძლია მივცეთ ამ შემთხვევაში ტუჩების ფორმის შეცვლა, შევუცვალოთ თვალის გუგები და ასე შემდეგ. ნუ შემიძლია რა თქმა უნდა აქ მე. და ასევე ეხლა ეს ისაა ძალიან ღია თუ არის, დავუშვათ ძალიან ყვირის, ასე ვთქვათ, ხო? შეგვიძლია ამის მეშვეობით დაუწიოთ სიმკვეთრე ფერს. და ვიცით ნორმალია, ეს უკვე ნორმალური ფერია, როცა საკმაოდ ნორმალურია, როცა უკვე ტანსაცმელს ეხება საქმე და იგივე თვალის ფერის შეცვლა შეიძლება ამით ასევე ტუჩების შეცვლაც. ვირჩევ ფერს, რა ფერისას მინდა რომ იყოს თვალი, ვაყენებ შესაბამის ზომაზე ფუნჩს. ხო, აუცილებლად გახსნათ ახალი ლაიერი, როცა რამე ცვლილებას გავაკეთებთ. ახალი ლაიერი გავხსნათ და უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ ფუნჯი, ავირჩიოთ ზომა, დაბალის, იმიტომ რომ თვალთან გვაქვს საქმე. და ავირჩიოთ ფერი. ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ მწვანე ფერი. ვღებავ იმ ნაწილს, რომელიც რა თქმა უნდა მე მინდა რომ შეიღებოს მწვანეთ. ანალოგიურად ვიქცევი მეორე მხარესაც. იგივე რამე თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ნებისმიერი ფოტოსურათი გამოიყენოთ. აქ ეხლა მე კონკრეტულად ერთ სურათზე მუშაობ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი რამ შეგიძლიათ თუ გინდა შავ-თეთრ ფერად სურათს შევუცვალე ფონი. იგივე ვირჩევ ფერს, შავასხათ ფერი და თვალები გახდა მწვანე ფერი. ზედმეტ ნაწილებს მე აქ საშლელით შემიძლია ესე გახდათ მოვშალო, ის რაც ზედმეტად მეჩვენება. იგივე აქაც რაც ზედმეტად მეჩვენება შეგვიძლია უბრალოდ მოვშალოთ. და სიმკვეთრე როგორც შევთანხმდით, კეთდება იქიდან.
ესეთი მწვანე თვალები აქვს ახლა ამ შემთხვევაში და თუ დავუშვათ უფრო ღია გვინდა აქ იმ საშუალებით შეგვიძლია ჩაუწიოთ სიმკვეთე რამდენად მკვეთრად გამოიყურებოდეს ფერი. იყოს ესეთი ფერი. ხოლო რაც შეეხება ზოგადად საერთოდ თმას და კანს, ამ შემთხვევაში ახლა ფერი ჩვენ თუ უფრო ორიგინალი გვინდა რომ გამოვიდეს, ამისათვის დაგჭირდება და კარგი იქნება რომ გქონდეს მეორე სურათი. ამისათვის კარგი იქნება რომ გქონდეს მეორე სურათი. მაგალითად აი ეს ფერადის სურათი. ამ ფერადის სურათზე ახლა მე მაქვს კანის ფერი. აი ესეთი ფერი, რომელიცაც აღებას მე მინდა. ფერის ასაღებად უნდა ავირჩიოს შესაბამისი ფერის ამღების და ვაჭერ მას. ამის შედეგად აქ რა თქმა უნდა ის ფერი აირჩია, რომელიც მე მჭირდებოდა. ავიღე ფუნჯი, გავადიდოთ ამ შემთხვევაში პიქსელების რაოდენობა და უკვე შემიძლია მე შევღებო ზუსტად იმ ფერს და ჩააჯენს აქ ახლა დაბალია პროცენტული მაჩვენებელი შეგვიძლია გავზარდოთ და ზუსტად იმ ფერს ჩააჯენს რაც ის ფერის კანი იყო. ანუ თმა გახდება იგივე ფერი. რა თქმა უნდა აქ როდესაც სურათზე მუშაობთ აქ ახლა უბრალოდ დროის ამბავია რომ ეს ლამაზად დაამუშავა. ამ შემთხვევაში გავაკეთოთ მისი უხეში დამუშავება, იმიტომ რომ ეს ვიდეო კურსი არ მოითხოვს რომ ეს ყველაფერი იყოს იდეალურად შესრულებული. იდეალურად უნდა იყოს თქვენ შემთხვევაში თუ კი ამის შესწავლა გინდათ რა თქმა უნდა და ეს წერტილები და ისინი უნდა გქონდეს ძალიან ლამაზად გამოყვანილი. ჩვეულებრივ აქ ვირჩევ კოლორს და ფერი ჩაჭდა ზედმეტ ნაწილებს საშლელზე არჩევით შეგვიძლია უკან ვაუბრუნოთ აი მაგალითად აი აქ რაღაც ზედმეტი მოგვივიდა შეგვიძლია ესე ლამაზად მოხსნათ. იგივე აი აქაც. მისი სიმკვეთრე ასევე შეგვიძლია ვარეგულიროთ და მივცეთ ესეთი ფერი. რა თქმა უნდა, იგივე ფერნაირად შეიძლება შევცვალოთ წყლის ეფექტი, ასევე ქვიშის ეფექტი. ოღონდ ყოველ შეცვლილებაზე აუცილებელია და სასურველია რომ გავხსნათ ახალი ლაიერი, რომ თვალსარგე ადვილად ვაკონტროლოთ ჩვენს მიერ შექმნილი ნახატი. სულ ეს იყო რაც შეეხება ფერის შეცვლას და სურათზე ფერის მინიჭებას. საკმაოდ საინტერესო ფუნქციაა და შეიძლება გამოგვადგეს კიდეც მასთან მუშაობა.